ძველი საიდუმლო. ამ სამკაულის გაყიდვა მინდა. ზონებული სამკაულია. ახლა ასეთებს აღარავინ აკეთებს. Eli bir tartalım. ავწონი. Beğendin mi? მოგწონს? ძალიან მომწონს. ამ ყელსაბამს არასდროს მომიხსნ. საადო. დაიკო, დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან ძვირი გადაიხადე. ბოლოს და ბოლოს შემიძლია საკუთარი თავისთვის რამე ვიყიდო. ფული მეც მაქვს. ეს არაფერია ჩემო ძვირფასო. ჩემი ერთადერთი დისთვის ესეც ცოტა. როგორც იქნა პრობლემა მოვაგვარეთ. თავს კარგად გგრძნობ. ფულის დათვალს არ ვაპირებ. გმადლობ. ომერის გამო ბოლო დროს ბევრი ვინერვიულე. შოპინგმა თავი კარგად მაგრძნობინა. ჩემი სიძის დამსახურებაც არ უნდა დავივიწყოთ. ომერი მან დაარწმუნა, რომ არ მივეტოვებინა. ხომ გითხარი? თურგუთი დაარწმუნებს მეთქი. ამიერიდან ცუდი აღარაფერი მოხდება. შენი საქმე კარგად მიდის. მალე ომერი ხელს გთხოვს, ქორწილიც ახლოვდება. იმედია და თავარია ომერმა ნაბიჯი გადმოდგას და ეჭვიც არ მეპარება, რომ რამდენიმე თვეში გათხოვდებს. მე უკვე დავიწყე საქორწილო კაბების ძებნა, დარბაზების დათვალიერება, მოსაწვევების დიზაინზე ფიქრი. ახლა სახლში წაგიყვა და ოფისში დავბრუნდები. ომერი სანამ წავა უნდა მივუსწრო. მინდა რომ საჩუქრით გავახარო. დარწმუნებული ვარ მოეწონება. Გამოდი დავა. დაო, არ მოდიხარ? ახლა გამახსენდა, რომ კიდევ რამდენიმე მაღაზიაში უნდა შევიარო. არ დააგვიანო, ოფისში წადი. სახლში ტაქსით წავა. წადი. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. Çiner. Hayırdır sen neredesin burada? მანათიაში რატომ არ წახვედი? ღვთის გულისათვის თავი დამანებე ზოხალ. გითხარი არსად წავალ მეთქი. სანამ ჩემი შვილები გასაჭირში არიან, მათგან ვერანაირი ძალა ვერ დამაშორებს. სეჰერის დამოკიდებულება უკვე იცი ჩინარ. ძალიან რომ გინდოდეს მასთან ახლოს ვერ იქნები. სეჰერი ახლოს არ გაგიკარებს. იმედით ყვილად გაქვს. ეგ ჩემი საქმეა. შეიძლება ჩემ შვილებთან ახლოს არ ვიყო. გულში ვერ ჩავიკრა, მაგრამ შორიდან ვისრუნებ მათ. ამ ქალის სიჯი ούτε შემწირავს. თავიდან ვერ მოვიშორე. იმ ავტობუსს გაყევით, სწრაფად. ბიძია, სამსახურში რატომ არ მიდიხარ? ჩემს თავს უფლება მივეცი დავისვენო.
მშვენიერი ამინდია, კარგ ხასიათზე ვარ. ერთი დღე თუ არ წავალ, არაფერი მოხდება. მართალი ხარ. დაისვენე. ამ დროს სახლში რატომ ხარ? ბოლო დროს სამსახურში აღარ დადიხარ. საქმეს ყურადღებას არ აქცევ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ბიძია. ეს აქამდეც გითხარი. მე და იფეთი ერთმანეთს ვერ ვუგებთ. მასთან მუშაობა აღარ მინდა. მით უმეტეს ბოლო მოვლენების შემდეგ. დარწმუნებული ვარ, მასაც არ სურს ჩემთან მუშაობა. შვილო, ოჯახში ხშირია ასეთი მოვლენები. ზოგჯერ შეიძლება უთანხმოება გქონდეთ, მაგრამ მალევე უნდა შერიგდეთ. ერთმანეთის ნახვა ხშირად მოგიწევთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ეგუები იფექს ვერ ვეტყვი, ეს მას შენთან აღარ იმუშავებს მეთქი. კი, მაგრამ ბიძია. არავითარი მაგრამ შვილო. მიდი მოემზადე და სამსახურში წადი, არ დააგვიანო. რა მოხდება ჩემი ძმის გამოჯანმრთელებამდე რომ არ ვიარო? შენს ძმაზე ნუღელავ. მე მივხედავ. მიდი მოემზადე. სამსახურში არ დააგვიანო. მიდი. სად დემეთ? რატომ არ მპასუხობ? ძალიან მჭირდები. ხო არ დამშორდა. შენ გარეშე ამას ვერ გადავიტან. გემრიელად მიირთვით. მადლობთ. მხოლოდ წვნიანით საკმარისი იქნებოდა. ჩემი აზრით შიგთავსი ძალიან ბევრია. რას ბრძანებთ? ბევრი არ არის. ისეთ ერთგულ მომხმარებელს როგორიც თქვენ ხართ, განსაკუთრებულად ვემსახურებით. მადლობთ. ღმერთმა შეგარგოთ. მადლობთ. ისევ ჩეთინია. არ პასუხობ და იქნებ მიხვდეს, რომ მასთან საუბარი არ მინდა. შვილო, ტელეფონი გამორთე. დილიდან არ გაჩუმებულა. ვერ ხედავ, ხალხი მშიერია. შენ ვერ დაგელოდებიან. შენ მაინც დამანებე თავი დეიდა. დეიდას ნუ უბრაზდები. შენი სიკეთისთვის გეუბნები. წარმატებულ დღეს გისურვებ, დეიდა ჰადია. გმადლობ, შვილო. საქმეები როგორ მიდის? მადლობა, ღმერთს ყველაფერი რიგზეა. კარგია რომ მოხვედი. ბაჰარზე მინდოდა მეკითხა. რა მოხდა? შერიგდნენ? დიახ, შერიგდნენ. ღმერთმა დაგლოცოს. ოჯახი შენი წყალობით შეინარჩუნეს. შენს კეთილ საქმეებს დასასრული არ უჩანს. ეს ჩემი მოვალეობა იყო. ერთი მეგობარი დამეხმარა. მისი წყალობით ყველაფერი გამოაშკარავდა. ოჩახ შვილო, წარმატებები. ხო მართლა, პერსონალს ისევ ეძებთ? მარტო ვეღარაფერს ვასწრებ. ჩვენი დემეთი წესიერად არ მეხმარება. გონება გაფანტული აქვს. მარჯვე დამხმარე არ მაწყენდა. შენ ციცოდე. თუ ვინმე ნიჭიერ გოგოს იცნობ, რომელიც სამსახურს ეძებს, შემატყობინე. კარგი, მამაჩემს ვეთქვი. ჩაიხანაში ხალხს კითხავს. ბატონი ჰალილიც მომიკითხე. კარგი, ნახვამდის. 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 ძალიან მწვენია ძმაო. მეც მიცნობს იცის, რომ ჩემი სიტყვები უკან არასდროს მიმაქვს. მაგრამ ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ პარტნიორს შეურიგდა. ამიტომ ჩაიხანას ვეღარ გავყიდი. არა უშავს, შენ კარგად იყავი ძმაო, რას ვიზამთ? მერთმა ქნას მალე იპოვა ამაზე უკეთესი ადგილი შენი ბიზნესისთვის. წარმატებები. ახლა წავალ უძრავი ქონების აგენტს დაველაპარაკები. ნახვამდის. ნახვამდის. ძმაო ჰალილ.
ქალბატონო ჩინარ. მითხარი თუ რამე დაგჭირდება ჩემთან მოდიო. შენ გარდა სხვას ვერავის ვთხოვ დახმარებას. აქ რომ დგახართ, შიგნით შევიდეთ. ჩაის შემოგთავაზებთ. წამობრძანდით. ჩაიფიქრა ამ ქალმა. ჰალილთან ასაკეთებს. როცა არ იცის ვინ არის. იმედია ვერაფერს გაიგებს. ეს რა უბედურება, თავიდან ვერ მოვიშორე. მაგრამ მაინც არ მოვისვენებ. არ მოვისვენებ, სანამ ჩინარ სტამბოლიდან არ გავუშვებ. შეიძლება შემოვიდე შვილო. შემოდი ბიძია. Zor günler geçirdiğini ვიცი რომ ძალიან რთული პერიოდი გაქვს. tekrar ayağa kalkmak. ვიცი რომ ფეხზე წამოდგომა და ცხოვრების თავიდან დაწყება მარტივი არ არის. Düzene koymak hiç kolay değil biliyorum. მაგრამ უნდა სადოშვილო. Ama mecbur. ოთახში ჩაკეტვით და რეალობისგან გაქცევით. Ömrünün sonuna Verafers kadar odana miyahza. kapanıp იცი შვილო, gerçeklerden kaçamaz. შენში რასიმს ხედავ. Sen de rahmetli Rasim. მას ისე ძალიან გავხარ. O kadar benziyorsun ki babana. როცა გიყურებ, მამა შენი მიდგება თვალზე. Sana baktıkça onu hatırlıyorum. არა მარტო გარეგნობით. ხასიათითაც. Buyunla benzeseydi keşke. ისეთი ჯიუტი იყო რომ O kadar არასდროს ნებდებოდა. inatçıydı ki. Senin gibi hemen pes როგორ etmezdi. თულადაც არ უნდა ყოფილიყო საქმე, ფარხმალს არ Karşısına ne დაყრიდა. kadar zorluk çıkarsa და çıksın საჭირო იყო vazgeçmez. იმას გააკეთებდა და ფეხზე Bildiğini წამოდგებოდა. okurdu. Eminim şimdi burada დარწმუნებული ვარ olsaydı. ახლა აქ რომ იყოს Bilgi გისაყვედურებდა. azarlardı seni. ყელს მოკიდებდა და ამ Kolundan ოთახიდან tuttuğu gibi ayağa გაგიყვანდა. kaldırırdı. Ben onun yerinde შეიძლება olmam მამამ ვერ lazım. შეგიცვალო, მაგრამ მე ჩემს შვილად მიგიჩნევ შვილო. Eğer sen de თუ baban ოდნავ მაინც მცემ პატევს. ფეხზე წამოდექი და ცხოვრება განაგრძე. Amca ne olur ısrar. ბიძი აქ თხოვნ უნდა მაძალებ. Ne olur bak beni kendi თავი haline დამანებ. bırak. არაფრის კეთების სურვილი Hiçbir არ şey მაქვს. yapmak gelmiyor. Hayır oğlum. არა შვილო, Bırakma. არ დავნებდები. Pes etmene შენც asla არ მოგცემ müsaade უფლებას etmeyeceğim. დანებდე. Hadi kalk. წამოდი, Bahçeye ბაღში çıkacağız. გავიდეთ. მომისმინეთ ქალბატონო ჩინარ. სტამბოლი თქვენთვის ნაცნობი ქალაქი არ არის. ამას აქში საცხოვრებლად აქ გადმოსვლა გაგიჭირდებათ. მით უმეტეს რომ არაფერი გაქვთ. საქმე ცუდად წაგივათ. რაღაც დანაზოგი მაქვს. იმედია ღამის გასათევს ვიპოვე. ხოუთ არასწორად ნუ გამიგებთ. მაგრამ სტამბოლში ცხოვრება ძალიან რთულია. შანსი რომ მქონდეს აქედან წავიდოდი. ჩემ სოფელში დაუბრუნდებოდი და მშვიდად ვიცხოვრებდი, მაგრამ შვილი მყავს და მას ვერ მივატოვებ. მეც ამიტომ ვერ წავალ. წლების მანძილზე შვილებისგან შორს ვიყავი. ახლა როცა მას შევხვდი, ვეღარ მივატოვებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი დავიბრუნო. მზად ვარ ყოველგვარ სირთულეს გამოცვალ. დიდხანს არ ვიქნები ცალკე. მაგრამ როგორ მომდა შევძლო და თავი ვიჩინო. გმადლობთ ყველაფერისთვის. ქალბატონო ჩინარ. ერთ უძრავი ქონების აგენტს ვიცნობ. თუ გნებავთ წავიდეთ და დაველაპარაკოთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. საჩუქარი გიყიდე.
Ya niye zahmet ettin? Hani რატომ შეწუხდე? ჩემი დაბადების დღე ხომ არ არის? რა საჭირო იყო? ჩათვალე რომ მადლობას ასე გიხდი. ჩემთან პარტნიორობა რომ არ გაწყვიტე. ისე გამახარე რომ ეს საჩუქარი კიდევ არაფერია იმასთან, რასაც იმსახურებ. Esma Hanım? ქალბატონო ესმა? არ ვიცოდი თუ დღეს მოხვიდოდი. ჩემი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო არ მოვიდოდი, მაგრამ ბიძა ჩემმა დაჟინებით მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. Hayırlı olsun. წარმატებებს გისურვებ. მიხარია რომ დაბრუნდი. რადგან დავბრუნდი, შეგვიძლია საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. თუ გცალიათ ბატონ ქადირთან წავიდეთ. გეტყობა რომ დიდი ხანია სამსახურში არ მოსულხარ. ეგ საქმე უკვე მოგვარებულია. ჩემი წყალობით რა თქმა უნდა. İpek Fatma Hanım'la konuştum. იფეკი ქალბატონ ფატმას დაელაპარაკა, საუბარი ჩაიწერა და ქალბატონ ბაჰარს და ბატონ ქადირს მოასმენინა. ასე რომ უკვე შერიგდნენ. ძალიან გამიხარდა. ქალბატონ ბაჰარს დაჟინებით სთხოვდი განქორწინების საბუთებზე ხელის მოწერას. ვერ წარმოვიდგენდი რომ მათი ქორწინების გადასარჩენად იბრძოლებდი. ეს მოულოდნელობის ეფექტია ძვირფასო. მე ჩემი მეთოდები მაქვს. თავიდანვე ასე მქონდა დაგეგმილი. უბრალოდ შესაფერის მომენტს ველოდებოდი. ახლა ბატონ ქადირს დედასთან როგორი ურთიერთობა აქვს? გაუბრაზდა? სამწუხაროდ. მიუხედავად ყველაფრისა ბაჰარმა დედამთილს აპატია, მაგრამ ქადირს დედამისის დანახვაც არ უნდა. ძვირფასო. ამას ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მათ ოჯახს იმაზე მეტი დრო დაუთმეთ, ვიდრე საჭირო იყო. დანარჩენი თავად მოაგვარონ. ხელს ნუმკრავ შვილო. უშენოდ ვერ ვიცოცხლე. ეშმაკმა შემაცდინა და ცოდვა ჩავიდინე. მაპატიე. ძალიან მწუხვარ. გთხოვ, მაპატიე. როგორ გაპატიო დედა? შენ გამოკინაღა ოჯახი დამენგრა. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი რამ გაუკეთოს საკუთარ შვილს და საკუთარ რძალს, რომელიც მის შვილიშვილს ატარებს მოცლით. ჩემს სოლს ცილი დავწამე და ამის გამო ჯერ არ დაბადებული შვილი უარყვავი. შენ გამო ცოლს შორდებოდი. საკუთარ შვილზე უარს ვამბობდი. როგორ ფიქრობ მე რომ გაპატიო ღმერთი გაპატიებს? ქადირ. მისმინე, მე მზად ვარ ყველაფერი დავივიწყო. შემიძლია დედა შენს ვაპატიო. თუ გინდა დავრჩეთ. ამ სახლში ერთი წუთითაც აღარ გავჩერდები. ჩვენს ნივთებს ჩავალაგებ და წავალთ. შვილო ქადირ, შენ გარდა არავინ მყავს. ღვთის გულისათვის არ მიმატოვო. ალო? ბატონო ომერ. რა მოხდა ქალბატონო ბაჰარ? რამე პრობლემა გაქვთ? ქადირი გაცოფებულია. ვერ ვამშვიდებ. გაჯიუტდა. დედამის არ პატიობს. სახლიდან უნდა წასვლა. დედა შვილის დაშორება როგორ შეიძლება? ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ისინი შევარიგო. თუ დაკავებული არ ხართ, გთხოვთ, ქადირს დაელაპარაკეთ. იქნებ თქვენ მოგისმინოთ. რა თქმა უნდა დაველაპარაკებ. დედამისი არ უნდა მიატოვოს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მალე შეურიგდეს. ღმერთმა დაგლოცოთ. თქვენ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ. კარგი, როცა მოვალ დაგირეკავ. ოფისიდან გამოდივარ. დროებით. ოფისის წინ აბრა გამოვაკრათ. წარწერით, ოჯახურ საქმეებში არ ვერევით. იქნება მის შემდეგ მაინც დაგვანებონ თავი. არი ნერვიულო. შენთვის პრობლემა არ იქნება. მე მოვაგვარებ. კარგი, წავიდეთ. იხუმრე ძვირფასო. სერიოზულად რატომ მიიღე? მეც მომდივარ. ბოლოს და ბოლოს მე დავაპირისპირე დედასთან. ქადირი მომისმენს. კარგი, როგორც გინდა. მიდიხართ? თქვენთან შეხვედრა მაქვს დანიშნული. მოგბრძანდით. კარგი, ჩვენ წავალთ. გოგო. რით ვერ ისწავლე ნიჟარა როგორ გაწმინდა. კუთხეებში ჭუჭყია დარჩენილი. ჯერ ზედაპირულად ვწმენთ დედა. ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ. სარეცხის მთა დაგროვდა. ჯერ კიდევ არ დაგირეცხავს. რასალოდები? დიდი დრო არ დასჭირდება. სარეცხ მანქანაში გავრეცხავ და რომ დაასრულებს გავფენ. მიდი იჩქარე. მე ვერ ვიხრები ზურგი მტკივა. არც ის ვიცი სარეცხის მანქანა როგორ ჩავთო. კარგი დედა, მე მიხედავ. მოიცადე. ესენიც გამირეცხე. გამომართვი.
მაითმინე საჰერ. რამდენ ოთახიან ბინას ეძებდაო? ბევრი ოთახი არ არის საჭირო. მარტო ვიცხოვრობ. თავარი ღამის გასათები მქონდეს. ხელმისაწვდომ ფასად. სტუდიო ტიპის მსგავსი? სტუდიაში რას გულისხმობთ? სამსახურს არ ვეძებ. საცხოვრებელს ეძებ. სტუდიო ტიპის ბინაში მხოლოდ ერთი ოთახია, სადაც სამზარეულო საძინებელი და მისაღები ერთადაა. ცალ-ცალკე ოთახები არ არის. გასაგებია. თავარია, ქირა იაფი იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება. არის ერთი სახლი, რომელიც თქვენს ბიუჯეტს აკმაყოფილებს, თანაც კეთილმოწყობილია. მართლა. შემიძლია დღეს ვევნახო. რა თქმა უნდა, ახლავე წავიდეთ. მე არ წამოვა, თქვენ წადით. საღამოს ისევ აქ მოდით. კარგი. ჩინარის სახლს ეძებს? ფული საიდან აქვს? აქ არ გაგაჩერებ ჩინარ. აი ნახა, მე ზუჰალი არ ვიყო თუ შენ მალათიაში არ დაგაბრუნო. სარეცხს ძალიან თუ გაწურავ დაიკუჭება და უთოც ვეღარ გაასწორებს. მერცა ჩემო. ეს ნარკოტიკია. სოფთა ჰაერი მოგიხდება. ცოტათი დამშვიდი შვილო. ჰა. მოთმინება გმართებს. ნელ-ნელა გამოჯანმრთელდები. ყოველ დღე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდები ბედნიერებას. მით უმეტეს როცა გადასაადგილებლად ყავარჯენი აღარ დაგჭირდება. ყველაფრის ნულიდან დაწყება ძალიან ძნელია ბიძია. მთელი ძალისხმევა ფეხბურთში ჩავდე. წლები ვარჯიშიდან ვარჯიშზე დავდიოდი. დარმატების მისაღწევად ბევრი ვიშრომე, მაგრამ ხომ ხედავ რა მოხდა არა. ახლა ხომ ხედავ რა დღეში ვარ. არი ნერვიულო შვილო. ფეხბურთს ვეღარ ითამაშებ, მაგრამ სხვა რამით დასაქმნები. კარგად გიცნობ, თუ მოინდომებ ქვასაც გაწურავ. ყველაფერი გამოგივა. როგორც ვიძა შენი მზად ვარ მხარში დაგიდგე. ჯერ ახალგაზრდა ხარ, ცხოვრების ნულიდან დაწყება გიწევს. ამიტომ დაგეხმარები. წინ ბევრი შესაძლებლობა გექნება. ფეხზე წამოდგები, დაქორწინდები, ოჯახს შექმნი, შვილები გეყოლება. ღვთისმშობლობით ბედნიერი იქნები. მე როცა წარსულს გაიხსენებ, მიხვდები, რომ სადარდებელი არაფერი გქონდა. არაფერი. ასეთ მდგომარეობაში ვინ შემომხედავს? ჩემი ცოლობა არავის ენდომება. შვილო ლომივით ახალგაზრდა ხარ. რომელი გოგო იტყვის უარ შენს ცოლობაზე? საკუთარ თავს ასე მკაცრად ნუ განსჭი. ჩემს ოთახში ავალ. შენი ნებართვით. მოიცადე, დაგეხმარები. დამეყრდენი. ფრთხილად. მოდი. ფრთხილად. ინებეთ? დემეთ. სიბელა ხესაკეთებ. როგორ შემაშინე? რატომ მოხვედი? დეიდა ხადიე დაგინახავს. ლოდინი დავიღალე დემეთ. ხედვიქეცი, ტელეფონს არ პასუხობ. რა ვქნა? მოვიწყინე. ნებართვა ვერ ავიღე. კიდევ ერთი საათი მომიწია დარჩენა. მიდი და ჯექი, ცოტა ხანში მოვალ. კარგი. დემეთ. მოვდივარ. შეკვეთა მზად არის. ინებეთ.
ინებეთ, გემრიელად მიირთვით. მითხარი, რატომ დამიბარე? ცნობის მოყვარეობის გამკვდები. რა ქნა სიბა? ყველაფერი ისევ ისეა. ეს რას ნიშნავს? ჩეთინის სანახავად არ ყოფილ ხარ? არა. ბეჭედი სად არის? რატომ მოიხსენი? ჩუმაციბე. დეიდა ჰადია გაიგებს. კარგი, მაპატიე. ბეჭედი სად წაიღე? ეგ საქმე აღარ გამოვასიბა. ჩეთინს ვერ გავყვები. რას ამბობ? ავარიისას ტრავმა მიიღო და ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს. მერე რა? სხვა რამეს ისწავლის, იმუშავებს. თუ რა თქმა უნდა შეძლო. სისულელეს ნუამბობ სიბელ. დაგავიწყდა ჩეთინს ცოლად რატომ მიუყვებოდი? იმიტომ რომ ამ ცხოვრებიდან თავი დამეღწია. მეგონა ფეხბურთელის ცოლი გავხდებოდი და მდიდრულად ვიცხოვრობდი, მაგრამ ხო ხედავ? არ გამიმართლა. ისევ აქ ვარ. ცუდად იქცევი. ბიჭმა ტრავმის გამო საფეხბურთო კარიერა იძულებით დაასრულა. გამოუვალ მდგომარეობაშია. შენ კი რაზე ფიქრობ? რა ქნა ძვირფასო? სიღარიბეში ცხოვრებას აღარ ვაპირებ. დავიღალე, მინდა მდიდარ კაცს გავყვე ცოლად. ახლა რა მოხდება? ერთადერთი გამოსავალი მდიდარი კაცის პოვნა. ისე გათხოვებას რა აზრი აქვს? ასე არ შეიძლება დემეთ. მისმინე? ჩეთინი კარგი ბიჭია. დაურეკე მაინც და გამოჯამრთელება უსვოლე. ცოტა სინდისი იქონია. რას მიყურებ? ყოლს ვამბობ? ამას მაინც არ იმსახურებს? დემეთ! ისევ ზიხარ და არაფერს აკეთებ? მოდი ჩემთან. ხომ ხედავ სიბელ? თუ ჩეთინს გავყვები ცოლად, მთელი ცხოვრება მიმტანად მომიწევს მუშაობა. დეიდა ჰადია მოამზადებს. მე კი მაგიდებს მომსახურები. დემეთ გელოდები. მოვდივარ. პატარა ბინაა, მაგრამ რადგან მარტო ხართ, კომფორტულად მოთავსდებით. კარგია. სამზარეულო აქეთაა. ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ ხელის შევლება სჭირდება. ავეჯი დარჩება? ძმა ვეისელს არაფერი უთქვამს. შემიძლია ვკითხო. ეს ავეჯი ძველი მდგმურისგან დარჩა, რადგან არ გაყიდა, ალბათ აქ დატოვებს. რა სიტყვით? მოგწონთ? დიახ. მომწონს. ახლა როგორ მოვიქცეთ? ძმა ვეისელს დაველაპარაკოთ. ამ სახლის წინ ცხოვრობს. გილოცავთ. გმადლობთ. ძმა ვეისელ. გონი ჩინარმა სახლი იქირავა. ღმერთო ეს ქალი იქიდან არასდროს წავა. სალი, მისამართს გეტყვი და ახლა წამოდი. ჩქარა. დედიმგიბე, ქრილმაკდა აკლისს. როგორც გითხარით, მართალი ხართ რომ ბრაზავთ, მაგრამ ქალბატონი ფატმან დედა თქვენია. შულები ვალდებულები ვართ მშობლების მდგომარეობაში შევიდეთ, რადგან ისინი ყოველთვის გვპატიობენ შეცდომებს. როგორც ბავშვობაში გვექცეოდნენ, ისევე უნდა მოვექცეთ სიბერეში. სათქმელად მარტივია ბატონო ომერ. დედა ჩემაცილი დასწამა ჩემს სოლს. თანაც იცოდა რომ ორსულად იყო. არა, ასეთ რამეს ვერ ვაპატიებ.
ხო, მაგრამ ქალბატონი ფატმა ძალიან ანობს დანაშაულს. იცის რომ შეცდომა დაუშვა. მარტო ნუ დატოვებთ. სანამ ცოცხალია მის გვერდით იყავით. შეიბრალეთ. ღმერთი შეუნდობს სოდვებს. და თქვენს რამე რომ დაემართოს სიცოცხლის ბოლომდე ინანებთ რომ მის გვერდით არ იყავით. პატარა ვიყავი როცა დედა დავკარგე. ძალიან განვიცდიდი რომ ჩვენ გვერდით აღარ იყო. ნეტავ ცოცხალი იყოს. რაც არ უნდა დაეშავებინა გვერდიდან არ მოვშორდებოდი. ნეტავ ასე მარტივად იყოს ყველაფერი. ზოგიერთ რამეს უბრალოდ ვერ აპატიებ. დედაც რომ იყოს არსებობს ისეთი დანაშაული, რომელსაც გამართლება არ აქვს. შეიძლება სხვა საპატიო, მაგრამ დედა შენს ვერ აპატიებ. მოუშუშებელ ჭრილობად დარჩება. არასდროს განიკურნება. დიახ, მართალი ხართ ქალბატონო ესმა. ვისაც ეს არ განუცდია ამ ტკივილს ვერ გაიგებს. დედა ჩემს ამას ვერ ვაპატიებ. მაჰმუდთან დარეკვას ვაპირებდი. რა მოხდა? სახლი ნახეთ? როგორ მოგეწონათ? დიახ, ნახე და მომწონთ. მე პატრონესაც ვესაუბრე. სახლი ვიქირავე. ძალიან გამიხარდა. გილოცავთ. გმადლობთ. ღმერთმა დაგლოცოთ. თქვენი წყალობით ღამის გასათევი ადგილი მაქვს. რას ბრძანებთ? ნეტავ მეტი შემეძლოს. რამე ხომ არ გჭირდებათ? არა. მაღაზიაში პროდუქტი შევიძინე. ახლა წავალ და სახლს დავალაგებ. გმადლობთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. თუ რამე დაგჭირდებათ მითხარით. გმადლობთ. ჰალილ. ისეთი ცოდვა ჩაიდინე რომ ფეხ დაყვება. ქალი რომლის ცხოვრება 20 წლის წინ დაანგრიე, მოვიდა და შენ გვერდით დასახლდა. თითქოს ღმერთს შენში სინდისის გაღვიძება უნდა. როგორც კი დაინახავ ჯოჯოხეთის ალში გაეხვევი. ჩადენილი ცოდვის გამო ყოველდღე დაიტანჯები. ბიძია გამარჯობა. ისმენ შვილო. ვიღაცას ვეძებ. გავიგე რომ აქ გადმოვიდა საცხოვრებლად. 40-45 წლის ქალია. ჩემი სიმაღლის. აიშე ქვია. იქნებ სადმე გინახავთ. რატომ ეძებთ? რამე დააშავა? არა, ქალბატონი აიშე ჩემთან ერთად ერთ სახლში მუშაობდა. თუმცა მე პატრონები მისი დიდად კმაყოფილები არ იყვნენ. გადაწყვიტეს სამსახურიდან დაეთხოვათ. თავიდან ჩუმად იყო. არ გაუპროტესტებია, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. სანამ წავიდო და ქალბატონის ძვირფასეულობა მოუპარავს. ამიტომ ეძებ. ფრთხილად იყავი ბიძია. თუ სადმე ნახავ, ამ უბანს არ გააკარო. კარგი, გმადლობ რომ გამოვფრთხილე. რა მოხდა? უთხარი რაც დაგავალე. ყველაფერი უთხარი. დაიჯერა. ქალბატონო ესმა აქ იმისთვის არ მოვედით რომ ბატონი ქადირი და დედამისი შეგვერიგებინა. რა მოხდა? ასე უეცრად რატომ აფეთქდი? შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ პატიება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანზე გაბრაზება ისეთივე მძიმე ტვირთია, როგორც მისი განაწყენება. მით უმეტეს თუ ის დედა შენია. ბატონ ქადირსაც შეეძლო სიამაყე დაევიწყებინა. და ამ ტვირთისგან თავი დაეხწია. მაგრამ შენი წყალობით ამის შანსი თითქმის აღარ არსებობს. რა მარტივი სათქმელია. რადგან მამასთან კარგი ურთიერთობა გაქვს და ცხონებული დედა შენიც კარგი ქალი იყო, ვერასდროს მიხვდებით ჩემნაირი ადამიანები რას გრძნობენ. რაც არ უნდა იყოს, დედა პატიებას ყოველთვის იმსახურებს. თუნდაც მას მამა ჩემი მოეკლა? თუნდაც დაუფიქრებლად დაეტოვებინა შვილები ბიძასთან და ბიცოლასთან. უმწეოებლები. როგორ ფიქრობ, ამ ყველაფრის შემდეგ დედა პატიების ღირსია ბატონო ომერ?
გისმენთ ბიძია ვეისელ. სახლში რამე დაგჭათ? Kızım evi kiraladım. შვილო სახლის გაქირავება გადავიფიქრე. Daha yerleşmeden ამის სათქმელად მოვედი. იქნებ საღამომდე წახვიდე ამობნიდან. ჩინარ. Ne olur რა bu მოხდება sanki აქედან რომ gitseydin? წახვიდე? Bu kadar inat ასე etmeye რატომ değdi mi გაჯიურდდი? şimdi, ha? Ama yok. გინდა Illa შენ abinin შვილებთან üzerine ახლოს იყო, salacaksın, მაგრამ değil mi? მაპატიე. Kusura Kudret'ten bakma ama ახლოს Kudret'in ვერ yakın მიგიშვებ. olmana izin veremem. Git artık. წადი ჩინარ. Git. Zadi. Etrafımızda აქ არაფერი dolaşma. დაგრჩენია. Kimse არავის seni უნდი istemiyor, ხარ. anlamıyor რატომ არ musun? გესმის? ქალბატონო ზუჰალ რამე მითხარით? Ayşe'nin ქალბატონ takip აიშეს edemiyorum. გაყევი. სანამ არ Gittiğinden emin დავწმუნდები, oluncaya რომ kadar მალათიაში peşinden მიდის, არ ayrılmayacağız. მოვეშვები. კარგი ქალბატონო. Sizi üzecek თონ ისეთი რაღაც ვთქვი, რამაც გაგაბრაზა. ჩემმა სიტყვებმა გული გატკინა. აპატია, უნებლიეთ მომივიდა. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. შენ არაფერ შუაში ხარ. ჩემს თავზე ვგაზო. მაპატიე რომ გიყვირე. Annenize ne არ ვიცი დედასთან დაკავშირებით რა გადაიტანე, მაგრამ Ama farkında olmadan აპატიე თუ გაუაზრებლად გული გატკინა. არაფერია, დავხუროთ ეს თემა. უცებ გაუბრაზდი, მაგრამ უკვე გადამიარა. ახლა კარგად ვარ. Tamam. კარგი. O zaman birer çay. მაშინ მოდი ჩაი დავლიოთ. აქვე ახლოს მამა ჩემის ჩაიხანა. ჩემი აზრით ჩაი ყოველთვის კარგი გამოსავალია. კარგი, წავიდეთ. რა მოხდა დავა? ჩემოდნით რატომ მოხვედი? Ben kime არ ne ვიცი რა yaptım მოხდა. kardeşim? რა ჩავიდინე ასეთი, რომ ბიძია ვეისელმა სახლიდან O გამომო. ne demek bacım? რას ნიშნავს გამოგაგდო? ეს რატომ გააკეთა? Anlaştık. უკვე შევთანხმდით. El sıkıştık. არ მესმის რა პრობლემა იყო? კითხე, მაგრამ არ მითხრა. სახლის გაქირავება გადავიფიქრეო. მაგრამ აშკარად სხვა რაღაც მოხდა. სახლის გაქირავებაზე უარი რატომ უნდა ეთქვა? Nasıl iş Mahmut? როგორ მოვიქცეთ მაჰმუდ? შეთანხმების შემდეგ სახლის გაქირავებაზე უარის თქმა შეიძლება? Ben de şimdi haberim oldu. ასეთი რამ პირველად მესმის Veysel ალილ. abi niye böyle yaptı? ვერ ხვდები ვეისელმა ეს რატომ გააკეთა? Dur ben bir konuşayım onunla. წავალ დაველაპარაკები. Derdini bana da anlatsın. იქნებ მითხრას რა პრობლემა აქვს. ქალბატონმა ჰადიემ როგორც იქნა გამომიშვა. კიდევ ცოტა ხანს რომ დაგჩენილიყავი, უხაერობისგან სული ამომხდებოდა. რა ქნას, ამდენ კლიენტს მარტო ვერ ემსახურება. თელ ახალგაზრდობას მის კაფეში ვატარებ. რატომ ვერ ხვდები? თითქოს სხვა საქმე გქონდეს. მიდი, ჩეთის დაურეკე და გამოჯანმრთელება უსურვე. დაურეკე. სანამ არ დაურეკავ, არ მოგასვენებ. ამას ვისხედავ. ქალის ხალივით რატომ შემოიჭერი კუდრეთ? რა გჭირს? შენ თვითონ რა გჭირს? თითქოს რომ დამეკაკუნებინა ადგებოდი და კარს გამიღებდი. კუდრეთ, თუ ჩემს მასხრა დაგდება საპირებ ჯობს გახვიდე. ისედაც არ ვარ ხასიათზე. რატომ? ცოტა ხნის წინ მამაშვილი ბაღში მშვენივრად საუბრობდით. ბიძიას დაპირებები არ მოგეწონა? კუდრეთ მომისმინე. თუ წესი არა დილაპარაკებ დაჯექი. მაგრამ თუ მოიწყინა და ჩემს ნერვებზე თამაში მოგინა, კარი იქით არის. დადი მარტო დამტოვე. მიდი. Asıl senin dilin როგორ ჩანს ენას ვერ აჩერებ. Babamla beni შენ და მამა ჩემს რა გეგმები გაქვთ? Kudret'i nasıl ინათ რომ კუდრეთი ჯარში გაუშვათ და ხელი არავინ შეგიშალოთ? Senin derdin benimle კუდრეთ değil ჩემ baba. პრობლემა. ჩემთან კი არა, მამა შენთან გაქვს.
თუ რამის თქმა გინდა წადი და მას უთხარი. ეჭვიანობის ენებს ნუ მიწყობ. შანს ხელიდან არ უშვებ. ვცდილობ მამა ჩემს თავი მოვაწონო. ვაი. დემეთ, ერთი შეხედე. დემეთი გირეკავს. შენი პატარა გოგოა? სესულელეს ნუ ამბობ. მომეცი. კარგი, მე წავალ ტელეფონს აქ დავტოვებ. შეგიძლია აიღო და უპასუხო. აბა შენიცი. Siz burada bekleyin. აქ დამელოდეთ. ძმა ვეისელს დაველაპარაკები და დავბრუნდები. შეიძლება დაგელაპარაკო ძმაო. შემოდი. Hayırdır Veysel abi? რა ხდება ძმაო ვეისელ? Seni böyle bilmez. არ ვიცოდი ასეთი ჩვევა თუ გქონდა. ჯერ სახლი გააქირავე, ახლა კი უარს ამბობ. Yeni mi edin? Bu kadın ის ქალი სანდო არ არის. eli kolu uzun. ქურდი ყოფილა. Ben de yeni ეს öğrendim. ახლა ხან გავიგე. თორემ სახლს არასდროს მივაქირავებდი. Allah Allah. ერთო ჩემო ეს აიდან მოიტანე. Ne biliyorlar? ვინ გითხრა? Ya kimin ვერ söylediğini გეტყვი. ne yapacaksın? ერთი კაცი მოვიდა და გამაფრთხილა. ჩემს სახლს ქურდს ნამდვილად ვერ ვანდობ. Evime არ emanet შემიძლია. Deme ya. რას ამბობ? Ne yapacak bu? შენი აზრით ის ქალი ქურდს Benim გავს? evini sırtlayıp götürecek. რასაც გეტყვიან ყველაფერს იჯერებ. Her duyduğuna inan. Udანაშაულო ადამიანს სტილს როგორ წამებ, სოდვა? Abi ya. შენ სასარგს ემპათიას და თავს ვიკავებ. Orada dur bakalım. Bizim de kendimize რადგან მამბობ ესე იგი ვიცი რომ პატიოსანი ქალი არ არის. კი არ დამსიზღვრებია. Hiçbir şey yok Veysel. არაფერი არ იცის მავეისელ. სახლის გასაღები მომეცი. მე ვიქნები იმ ქალის თავდები. Eğer bana თუ რამეს დააშავებ, შეგიძლია ამ უბრიდან გამაგდო. İster misin? შევთანხმდით? Deme böyle şimdi. რას ამბობ Lafı ხალილ? döndürme kendini. შენ არაფერს გერჩი. Sana bir lafım ხომ olmaz. იცი უარს ვერ გეტყვი. Biliyorsun. Anlaşılan ესე იგი yanlış. შეთანხმება შეგვიძლია. Söylediğin lafın ucu bana შენმა dokunuyor. ნათქვამმა გული დამწყვიდა. Ha şöyle. წლებია მეზობლები Ya ვართ. yıllardır komşuyuz თუ şu. ერთმანეთს ვერ ვენდობით, Birbirimize güvenmeyeceksek სხვას ვის böyle უნდა bir ვენდოთ? daha iyi. Bir sıkıntın olduğunda bana როცა პრობლემა შეგექმნება ჩემთან მოდიხარ და დახმარებას ვხავ. Öyle თუ ვინმე რამეს გეტყვის, kimseye iftira მეც atmayacağız. მითხარი. გადაამოწმე, იქნებ ტყუილია. Yaşın başın yerinde. ადამიანს სილს ტყუილად Sonradan უნდა söyletme. სამებ. Hadi. ნუ მაიძულებ კაცრად დაგელაპარაკო. აბა კარგად. Veysel abinin kusuruna bak. ძმა ვეისელს აპატიათ. Yaşladık işte. მოხუცი კაცია. Bazen kafası ზოგჯერ არ იცის რას აკეთებს. გასაღები Ev გამომართვით. sizindir. სახლი თქვენია. Güle güle otur. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო ხალილ. არ ვიცი ბიძია ვეისელი როგორ დაარწმუნეთ, მაგრამ Orası Veysel abi. ეს ჩემი და ძმა ვეისელის საქმეა. Siz bunları düşünmeyin. მომხდარზე ნუ აღარ იფიქრებთ, სახლში წადით და Sizin დაისვენეთ. evinize güzelce. არაფერზე იდარდოთ. კარგი. კიდევ ერთხელ გმადლობთ. Rica ederim. არაფერს. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım.